Lietuvas ქართველი ჩემპიონი ყავს და ის ანტონ თოლორდავა. ქართულ გამოცდილ ცენტრალურ მცველს ყველა იცნობს, ვინც საქართველოს ჩემპიონატს თვალს ადევნებს. Ვინც არ იცნობთ, გეტყვით, რომ ანტონი ახლა ლიეტუვაში თამაშობს და სწორედ აქ გახდა კაუნო ჟალგირისთან ერთად ისტორიაში პირველად ქვეყნის ჩემპიონი. ჩვენთვის რაც ყველაზე სასიხარულო არის ის, რომ ამ გუნდის ისტორიულ წარმატებაში ქართველს დიდი წვლილი მიუძღვის. ამას არაერთ გამოცემასთან ერთად ისიც ადასტურებს, რომ თოლორდავა ლიეტუვის ჩემპიონატის სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ზღვა ემოცია არის, ძალიან დიდი ემოცია, შინაგანად ხარ რაღაცნაირად ბედნიერი, რომ რაღაც შეძელი. ძალიან ბევრი ვიშრომეთ პირველივე დღიდან, შეკრებილები, ვინც შევიკრიბეთ და ვინც ძირითადი ბირთვი იყო და გუნდის კონტინგენტი შეიკრა. პირველივე დღიდან ეს მიზანი ვქონდა და ამ მიზნით ცხოვრობდით, ესე ვთქვათ. ყველაფერს ვაკეთებდით მწვრთნელებიანად, ფეხბურთელებიანად, ხელმძღვანელობა, მოკლედ რაღაცნაირად ის ერთი წელი, სანამ ჩემპიონები გავხდით, ვიყავით ერთი, თითქოს აი ერთი მუშტი, მქონდა ერთი მიზანი და იმ მიზნის მისაღწევად ვაკეთებდით ყველაფერს, ყველა თავდაუზოგავად შრომობდა. და ძალიან მიხარია, რომ მივაღწიეთ ამას, ჩემპიონები გავხდით და ისტორიაში პირველად გუნდი ჩემთან ერთად გახდა ჩემპიონი და მეც ამის თანამონაწილე ვარ. ჩემი გუნდელების, მწვრთნელების და მთლიანად გუნდის გარეშე რთულია ხა ვინმე მარტო გახდეს ჩემპიონი, იმიტომ რომ ფეხბურთი გუნდური სპორტი არის და არ არის ინდივიდუალური სპორტი. ჩემი გუნდელების გარეშე წარმოუდგენელი იყო ამ ხელწარმატების მიღწევა, მაგრამ გარკვეული როლი, რა თქმა უნდა, მეს მქონდა და ამ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობდი, რაღაცნაირად აი წლეხიც იყო, გულშემატკივრებისგანაც ვგრძნობდი, მწვრთნელისგანაც, ხელმძღვანელობისგანაც და ამ პასუხისმგებლობას მოკლედ ისე ვატარებდი, რომ ვიცოდი, ვგრძნობდი და მეც ესე ავიღე თამამად და თავიდან ბოლომდე რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ჩემპიონები გამختარიყავით. 29 წლის ფიზიკური მონაცემებით გამორჩეული ქართველი მცველის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 3 გოლია. რამდენჯერმე შეხვედრის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოც მიიღო. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ ის გულშემატკივრების ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია. მარტივად რომ ვთქვათ, თუ სადმე ლიეტუვას ქართული დროშით დაინახავთ, შესაძლოა ეს სწორედ ანტონის დამსახურება იყოს. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ამ გუნდში კიდევ ერთი ქართველია, ფლანგის შემტევი თემურ ჩოგაძე. გულშემატკივრისგან სულ ვგრძნობდი, განსაკუთრებით უკვე აი ევროთასები რომ მოგვიახლოვდა და კონფერენს ლიგის თამაშები დაიწყო უკვე სტადიონზეც თითქმის ივსებოდა გულშემატკივრით სტადიონი. ერთი შემთხვევა მახსენდება სხვათა შორის, სადაც ქართველი შემხვდა, უბრალოდ დავინახე ქართული დროშა იყო ჩამოკიდებული და რა თქმა უნდა არც გამიფიქრია რომ სხვა ქვეყნის წარმომადგენელი იქნებოდა, მივედი და გამოველაპარაკე, იყო ლიტველი იქაური და ძალიან გამიკვირდა, მაგის შემდეგ უკვე მაგ ადამიანისგან და უშუალოდ გულშემატკივრებისგან ძალიან დიდ მხარდაჭერას და გვერდში დგომას გრძნობდი, მაგრამ უშუალოდ მაგ მომენტზე, როცა მივედი გამოსასაუბრებლად, რომ ქართველი იქნებოდა, აღმოჩნდა ლიტველი და ქვევით შემთხვევით აღმოჩნდა სხვა ქართველი და იმან ძალიან თბილად, ძალიან ესე კარგად ვისაუბრეთ და გავიცანით ერთმანეთი და ძალიან თბილი სიტყვები მივიღე. მადლობა თუ გვიყურებს აქედან კიდევ ერთხელ მივესალმები. თელავის ყოფილი კაპიტანი, ლევადიასთან ერთად ესტონეთის ჩემპიონი და ესტონეთის თასის გამარჯვებული, რომელსაც არაერთ ჩემპიონატში უთამაშია, ახლა ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას შეეცდება. ჩემპიონთა ლიგა საკლუბო დონეზე ყველაზე მაღალი დონის ჩემპიონატი არის და ყველა ფეხბურთელი ფიქრობს და გაუფიქრია და უოცნებია რომ ვითამაშო და მათ შორის მეც ვარ და ძალიან მიხარია რომ ამ ჩემპიონატს ვითამაშებ და რაც შეეხება სამზადის შეიცვალა უკეთესობისგან გუნდში ხელმძღვანელობიდან წამოვიდა ეს რა თქმა უნდა საკადრო ცვლილებებიც არის კლუბში ძლიერი ფეხბურთელები დავიმატეთ უკვე ძალიან და უკვე სამზადის სხვანაირია, იმიტომ რომ აქამდე სიტყვაზე თუ კონფერენს ლიგას თამაშობდი, ეხლა უკვე დონეს გაიზარდა, ჩემპიონატიც შეიცვალა და სხვა მოთხოვნებიც არის და რა თქმა უნდა, უფრო სხვანაირად ვემზადებით. ჩემპიონთა ლიგა, იქ თამაში და ამ ტურნირის მოგება, რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელის ერთ-ერთი მთავარი ოცნება. თუმცა არის კიდევ უფრო დიდი მიზანი და ოცნება, რომელსაც ნაკრები ჰქვია. ხო, ეს ჩემი მიზანიც არის ოცნებას და ყველაფერი.
სულ ვოცნებობ და სულ ფიქრობ, რომ ერთხელ მაინც მომიწიოს მან მოხვედრა. ამისთვის ვცდილობ, რომ ყველაფერი გავაკეთო ყოველდღიურად. ის ჩემი თითოეული ვარჯიში, თითოეული თამაში, ის პატარა წარმატება რაღაც მგონია და ვფიქრობ, რომ იქამდე მიმიყვანს, რასაც ჩემი ოცნება და მიზანი ქვია ნაკრებს და დიდი იმედი მაქვს, რომ ოდესღაც დადგება ეს დღე, რომ მომეცემა იქაურობას რაღაც ახლო თვალით შევხედო. დამეთანხმებით, რომ ამ პოზიციაზე ნაკრებში გამოცდილი ფეხბურთელი ნამდვილად გჭირდება და იმედია, რომ თოლორდავას შრომა და წარმატებების სერია ნაკრებში მოხვედრით დაგვირგვინდება. ლიეტუვის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ამ მიზნის მისაღწევად ბევრს შრომობს და არც ეს ჩემპიონატია ისეთი დაბალი დონის, როგორც ბევრს გონია. მით უფრო თუ ჩვენს ჩემპიონატს შევადარებთ. ობიექტურად რო შევაფასო, არიან იქ რამდენიმე გუნდი, ძლიერი გუნდი, რომელიც ჩემპიონატის სათავეში არიან ყოველ წელს. გადიან კონფერენს ლიგაზე, ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპა ლიგაზე თამაშობენ და ანუ არ თამაშობენ უბრალოდ მონაწილეობისთვის. იქ თამაშობენ ქვეყანას მოუტანონ ქულები, გადიან მინიმუმ 3 ეტაპს, პლეი-ოფებამდეც გადიან, ჯგუფში ითამაშეს კონფერენს ლიგის და ანუ ეს მოწინავე გუნდები, რომელიც ყოველთვის იბრძვიან ჩემპიონობისთვის, ევრო ტურნირებზე საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებიან, რაც საბოლოოდ ჩემპიონატის დონეს წევს, ჩემი აზრით. არიანო ეხლა რამოდენიმე გუნდი, რომელიც ამ გუნდებს ჩემი გუნდის ჩათვლით შედარებით სუსტებით როგორ ვთქვა, მაგრამ განსხვავება ნამდვილად არის. მაგრამ საბოლოო ჯამში ჩემი აზრით კარგი ჩემპიონატი არის, ისეთი ძალისმიერი ჩემპიონატია, სწრაფი ტემპი არის, ყველა უდგება იქ პროფესიონალურად, ყველამ თავის საქმე იცის და სანამ თავის საქმეს ბოლომდე არ მიიყვანენ და არ გააკეთებენ რაც აქვთ გასაკეთებელი, მანამდე არ ჩერდებიან. თუნდაც ფეხბურთელი, იგივე რაცაც მწვრთნელი ეტყვის 90 წუთი იმას ასრულებს, იგივე ხელმძღვანელობა, იგივე მწვრთნელი, საერთოდ ყველა. მქონდა ურთულესი გრაფიკი გვაქვს და ყველას აქვს. არ არის ესე, რომ ვიღაც ფიქრობს, რომ აი მეც ვითამაშებ ფეხბურთს და უმარტივესი არა აქ გარდა იმისა, რომ ფიზიკური დატვირთვა არის ძალიან დიდი, ყოველდღიურად, ასევე ემოციური, ფსიქოლოგიური, ყველანაირი სირთულე ხდება პროფესიონალურ ფეხბურთელს. რაც შეეხება ჩემს ყოველდღიურობას, ყოველ დილით გვაქვს ვარჯიში 10 საათზე, 9-ზე შეკრება არის უკვე, უნდა იყო ბაზაზე, იწყება დარბაზით, სადღაც 40 წუთი მოთელვა, ცოტა ტრენაჟორი, გადადიხარ მე მოედანზე, სადაც საათნახევარი ვარჯიშობ და ამ საათნახევრიანი ვარჯიშის მერე უკვე ისევ დარბაზში, თუ გინდა ინდივიდუალური მწვრთნელი გყავს, ფიზმომზადების მწვრთნელი გყავს და ინდივიდუალური პროგრამები აქვს ყველას განსხვავებული. გარდა ამისა, ანდახან არის კვირაში, როცა ეს სათამაშო ციკლი არა, თამაში არ არის სიტყვაზე, კვირაში 2-3-ჯერ, 2-ჯერადი ვარჯიშები არის. გარდა ამისა, შეგიძლია გახვიდე, გაკლია სიტყვაზე, ტექნიკურად ვთვლი, რომ რაღაც მოსამატებელი გაქვს, მიდიხარ ინდივიდუალურად ვარჯიშობ, იქ დარბაზი გაქვს და ნუ მოკლედ, განსხვავდება ადამიანების ფიქრები რეალურ ყოფასთან პროფესიონალურ ფეხბურთელების. ბევრად დიდ შრომას მოითხოვს, ვიდრე შეიძლება შორიდან და გარედან ჩანდეს. გასაკვირი არც ის იქნება, თუ გეტყვით, რომ წარმატებული სეზონის შემდეგ ქართველის დამატებით არაერთი გუნდი დაინტერესდა. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ლიეტუვის ჩემპიონთან კიდევ 1 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს. ნებისმიერ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, წარმატებები ვუსურვოთ ანტონს და იმედია, რომ ერთ შანსს ნაკრებშიც მიიღებს. მით უფრო, რომ ძლიერი და ჩემპიონი მცველი ნამდვილად გჭირდება.